დილამშვიდობის აცდით თემას მაგრამ რაღაცნაირად ვიცი რომ შენ ჩვენი მაყურებელი ხარ ხოლმე სოციალურ ქსელებში მასთან ერთად ჩვენ ერთმანეთის გულშემატკივრები ყოველთვის ვართ სოფო ძალიან მიხარია შენი ამ სტუდიაში ხილვა და შენი ამბები ის რომ კვლავ გაგრძელდება ბიზნესის მიმართულებით საინტერესო ამბების მიმოხილვა სწორედ რუსთავიორზე მეც ველოდებით შენგან. რას უნდა ველოდოთ გარდა იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, არ იქნება მაყურებელი, რომელიც მორჩება აი ამ გადაცემის ხილვას და არ ეცოდინება არც ერთი რაიმე ამბავი არ გამორჩება მას, ეს ზუსტად ვიცი. მინდა რომ დავიწყო მოლოცვით. მადლობა. თქვენთვის ჩემთვის და მთლიანად რუსთავიორის გუნდისთვის, იმიტომ რომ აი ამ ყველაფერში, რაცაც ახლა ჩვენი მაყურებელი ხედავს, ძალიან დიდი ძალისხმევაა ჩადებული ამ გუნდის თითოეული წევრისგან, რომლებიც ჩანან ეკრანებზე და რომლებიც, რა თქმა უნდა, არ ჩანან და ისინი გაცილებით ბევრნი არიან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომენატრა თქვენი დილამშვიდობისა და ის მისაუნება ზურა და თაკო და სხვა წამყვანების, რომლებიც პერიოდულად ესე გადმოდიოდნენ ხოლმე ჩემზე და ამის შემდეგ თქვენგან ისეთი განწყობა მოდიოდა, რომ ეს განწყობა ჩემზეც გადმოდიოდა და მთელი დღის განმავლობაში ციკლი იყო, ხო? მთელი დღის განმავლობაში უკვე რეაქციები ერთმანეთის მიმართ ის რომ მეგიზიარებ ამ განწყობას მე დიდი რომლისგანაც უშვებდით პოზიტივს. გადადის აუცილებლად და ეხლა ეს ყველაფერი დილამშვიდობისა ხო არის დღის დასაწყისი და დღეს ძალიან ბევრი რამის დასაწყისია ჩვენი სეზონის დასაწყისი ახალი კვირა ახალი თვე წელიწადის ახალი სეზონი და ეს სამუშაო წელი პრინციპში ბევრი ადამიანისთვის სწორედ დღეს იწყება მათ შორის ჩვენთვისაც და ეს ყოველთვის არის ემოციებთან მოლოდინებთან დაკავშირებული და რაღაცა გარდამტეხი პერიოდია გვინდა არ გვინდა ხო სექტემბერი აი სექტემბერს რომ ვამბობთ სექტემბერი რაღაცა საწყისია ძალიან ბევრი კარგი რამის ბევრისთვის ახალ წლადაც ითვლება ეს კი ბატონო შესაბამისად საქმიანი რჩევები გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე კი და მე განსაკუთრებით ვემზადებოდი ამ დღისთვის, ამ სეზონისთვის, იმიტომ რომ რადგან სიახლესთან ასოცირდება, ყოველთვის სიახლე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან და ძალიან დიდ ძალისხმევას ვხდებთ იმ ყველაფერში, რასაც ჩვენი მაყურებელი ახლა უყურებს, იმიტომ რომ ეს ორი მხარე ერთმანეთის შემავსებელია ჩვენ კამერის აქეთ და ადამიანები, რომლებიც სახლიდან გვიყურებენ, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ამ სტუდიებში იქმნება და კამერების მიღმაც მათ შორის სწორედ ჩვენი მაყურებლისთვის იქმნება და ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ვინაწილებთ ხოლმე მთელი წლის განმავლობაში. თუმცა ამ დღეს და აი ამ კვირას თავისი ემოციური დატვირთვა ყოველთვის აქვს. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ გვიყურებს პირველ რიგში და მეორე რიგში და ყველაზე მთავარი მადლობა იმისთვის, რომ გვენდობა, რადგანაც ეს ნდობა არის მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი იმის რაც განსაზღვრავს პრინციპში ყველა მედია პროდუქტის წარმატებას. ამიტომ მინდა გისურვოთ წარმატებული ეთერი, სწორედ იმიტომ რომ ჩვენ გქონდეს მაყურებლის სიყვარული და ნდობა. რაც შეეხება ჩემს ჩართულობას დილის ზოლში, დარჩება იგივე დღე, დარჩება ოთხშაბათი, ჩვენ შევხვდებით, მე და ჩემი მაყურებელი შევხვდებით 9 საათსა და 35 წუთზე და რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდებით რომ შევეხოთ ყველა იმ თემას, ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც არის ბიზნესში და ეკონომიკაში და რაც პირდაპირ თუ ირიბად, გრძელვადიანად თუ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენს ცხოვრებაზე მოქმედებს, ჩვენს ბიუჯეტზე მოქმედებს და ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. მოკლედ, ერთად ველოდებით 4 შაბათს. მე ველოდები ყველა დღეს. 4 შაბათს, 2 მაგაც, 4 შაბათს, ჯერ ვიწყებთ ჩვენ და შემდეგ აგრძელებს სოფო საინტერესო ველოდებით თქვენს დილამშვიდობისას. ძალიან დიდი მადლობა. სოფო და წარმატებას გისურვებთ. რეკლამაზე უნდა გავიდეთ, თან ძალიან ჩქარ-ჩქარა. რეკლამის შემდეგ კი გავიგებთ არხის სიახლეების შესახებ, ვიცით რომ 32 სეზონი უკვე სტარტი აღებულია, შესაბამისად ძალიან ბევრი სიახლე არხზე, ამ ყველაფრის შესახებ მოგიყვებით.